Maria Begashvili, Picasso's კლუბის წარმომადგენელი. ეს ხელისუფლება იტყუება ვითომ რომ ლარის კურსის ვარდნა იწვევს სოფლიოში დოლარი მყარდება და აქედან გამომდინარე იწვევს ლარის კურსის ვარდნასო, მაგრამ ბიუჯეტი როდესაც შედგინდა არაპროფესიონალმა ადამიანებმა შეადგინეს ქართული ეკონომიკის ქართული ოცნების ეკონომიკურმა პროგნოზმა ვერ გაამართლა, რადგან როდესაც ხალხს დაპირდნენ, არც ერთი დაპირება არ შეუსრულებიათ. არ შეგისრულეს. დავუშვათ რა დაპირება გახსენება თქვენ და რაზე ამბობთ რომ არ შეუსრულეს. მოგცემ სიტყვას, კი ბატონო, დიახ, ბრძანეთ რა. როდესაც რამოდენიმე წლის წინ, ზუსტად 2-3 წლის წინ, მთავრობა ყვიროდა რომ 1 ლარს მთავრობა იდებდა საწვავის ჯიბეში, სად მიდის ამ წუთას ეს 1 ლარი? გინდა ვთქვათ მაგალითად ეს ერთი პირობა. კი ბატონო, ამ შეკითხვას მე ნოდარ ხადურს აუცილებლად დავსვა, მანამდე დაასრულეთ და აქეთკენ გადმოვალ. დიახ, რასაც დიახ, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ უნდა მოიხსნას ფინანსთა მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი. მინდა მივმართო. იმიტომ რომ დღესდღეობით ლარის კურსის დაცემამ გამოიწვია დიდი პროტესტი ხალხში. ხალხმა რომლებსაც აქვთ ბინები ჩადებული ბანკში, ვეღარ იხდიან, კერძოდ იპოთეკაში მოგეხსენებათ და მივიღეთ უკვე შედეგი. ასევე ხალხი რომელიც იხდის ქირას დოლარის მეშვეობით, დოლარმა აიწია და ამიტომ ხალხს გაუჭირდება ხომ ეხლა რეალურად. კარგით. კი ბატონო,